ყოფილი იყოს თქვენი მობრძანება მონაკოში, ყველაზე ავტომოტო მოყვარულ ქვეყანაში. აი ამ ხელო ქვეყანაში სულ 2 ქუჩა არის მთელი მონაკო და როგორც იქნა ავისრულე ეს ერთი ოცნებაც და აი ამ მოსახვევში გავიარე. ეს იყო ერთი ჩემი ოცნება მონაკოს, რომელსაც უკავშირდებოდა და მეორე გვირაბი. კიდე შევეჯახო და ცხოვრება ავიწყოთ, უცებ მითხარ. აი AMG1-ი. დაინახე? ვიდეო უნდა მოძრას და ეგრე ხამივიდი ანუ 5 მილიონი ევრო ღირს რა ხამივით უიქცებ 60 გრადუსი სიცხეა და დავსაირნობთ მონაკოს ქუჩებში და გიდი გვიყვება ფორმულა 1-ის ისტორიებს და კონკრეტულ მომენტებს მონაკოსთან დაკავშირებით. სიგიჟია, ხაუ, აი სიფსიხე მანქანები აყენია. მარტო ტელევიზორში რომ ყავს ნანახი ეგეთი მანქანები აყენია. აი ეს არის ის ცნობილი მოსახვევი, რომელზეც ვოცნებობდი, რომ მოვხვედრილი ყავი და დაახლოებით 20 წამი არის დარჩენილი ჩემი ოცნების ასრულებამდე. აი ეს არის ის გვირაბი ზუსტად. აი ხა დავდივარ, აი ეს ჩემი ბოტასები არის და ჩემი ბაჯგვლიანი ფეხები არის, რომელიც აი ესე მიაბიჯებენ იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ფორმულა 1-ის ბოლიდი დაგაზაობდა. აი ეს არის მოსახვევი. Oh, makaroni, eseleri. I want to go in casino. Yeah, it's forbidden. Look, the sign. Ah, why?
It's like this. Right to the left. Hello, do you speak English? Yes. I want to go here. Okay, thank you so much. Where's the train? Here. Hello. აუ როგორ მევასება ეს ფერარის უნივერსალია. ერთადერთი მოდელი ყავს ფერარის ესეთი რა. პროსტა უნდა იდე და დორბლი იწმინდო რა. რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიცია რაც არის, დროშის დაკვრა. სად უნდა დამეკრა ამაზე მაგარ ადგილას ეს დროშა, მონაკოს დროშა არის, რომელსაც აიგერ თქვენ თვალწინ კიდევ ერთხელ დავაკრავ ერთი წამით. სად დავაკრავ? ადგილი აღარ არის იმენა. ალბათ მაინც აგერ აქ, რა ვიყოს აქ. აი ესე. სიგიჟია, სიგიჟის ქალაქი არის. მეგობრებო, აი არარეალური მანქანები, არარეალური მოტოციკლები დადიან ყოველ ფეხნაბიჯზე, სადაც არ უნდა გაიხედოთ. აი შეგიძლიათ უბრალოდ დაჯდეთ აი ამ მოსახელში და მთელი დღე რაღაცა სნექები და სასმელი დაითრიოთ, იჯდეთ და უბრალოდ დატკბეთ ამ სიამოვნებით, რაც თქვენს წინ იქნება. ვა, სალომი ძმაო, გაიხარე, ძალიან გამიხარდა. ძალიან მაგარი. გაიხარე ძმაო, მადლობა დიდი. პარიზი არის ქაოსის დედაქალაქი რა. ძალიან მაგრად გავს პარიზის მოძრაობა და ავტოკულტურა, ზოგადად თბილისის კულტურას. რასაც ვერ ვიტყოდი მოტოკულტურაზე, იმიტომ რომ აქ ძალიან განვითარებული არის და ძალიან წინ არის მოტოკულტურა საქართველოსთან შედარებით. თუმცა რაც შეეხება მანქანებს, ჩვეულებრივი ყველას უზიგნალებს, ყველას აგინებს, ყველას უჭრის. აი შეხედე იმენა შემაწუხა ტიპმა რომ გამეშვა რა და ისადმე წავიდა. ისევ იქ დგას, მაგრამ არა, უნდა შეგაწუხოს. ოხ, ჩემი კაი, იმენა სიგიჟია ხო ამბობა რა. მოტოციკლითაც კი საშინელება არის, მეგობრებო, აქ სიარული. აქაური ერთადერთი ტრანსპორტი გამართლებული არის სკუტერი. სკუტერზე მეტი აქ აბსოლუტურად არაფერი არ არის საჭირო. ყველაზე იდეალური ეხა ისე მენატრება ჩემი ვესპა ვერ აგიხსნით. აი ხა აქ გამისწორდებოდა ვესპა საშინლად. თავისი half-face-ი ჩაფხუტით და სიგრილით, რომელსაც როგორც კი დავიძრებოდი, ეგრევე ვიგზნობდი. დავიწვი ძალიან წყელა. გუმო ვერ მომითმინა და შემოვედით შოის მაღაზიაში პარიზში ვართ. ხო და პროსტა გადახევთ რა სილამაზეები ვდევთ აქ. ოღონდ ეს არ არის რაიმე ჩაფხუტების მაღაზია და შოის კუთხე. ეს არის კონკრეტულად შოის შოურუმი. აი ესეთი სილამაზეები აქვს აქ. ძალიან ლამაზობები არის და ჩვენთან სამწუხაროდ საქართველოში ყველას მოთხოვნა არის მხოლოდ შავი ნახალყური ფერები და აქ რეალურად აი რა სილამაზეებს ქმნიან შოიში. რომელსაც საქართველოში არ აფასებენ და უნდათ მხოლოდ აი ესეთი. აი საქართველო, ოპა, იდეალური ჩაფხუტი არის საქართველოსთვის. ამას დააკვირდით პროსტა რა სილამაზეა. ესე NXR2 არის ეს მოდელი, საქართველოშიც გვაქვს პიტსტოპში ეს მოდელი წარმოდგენილი, უბრალოდ მოთხოვნიდან გამომდინარე არ არის მსგავსი ფერები. საქართველოში გვაქვს შავი გლუვი. შავი პრიალაც გვაქვს. აი ხა აკეთებს ეს ბიჭი ძალიან მაგარ რაღაცას. Here, yes. ეს არის კონკრეტულად ის ჩაფხუტები, რითიც მონაწილეობას იღებდნენ მარკ მარკესი, ალექს მარკესი და it's
DJ Antonio. ოღონდ ესენი არ არის რეპლიკები, ესენი არის რეალური ის ჩაფუტები, რომლებიც ეფარათ კონკრეტულ ღონისძიებებზე, აგერ არის ეს ღონისძიებებიც ზუსტად ამ ჩაფუტებზე გადაღებული ფოტოები არის ესენი. აი ესე. აი ეს ჩაფუტები, რაც ახლა ამ ფოტოებში ხედავთ, არის ზუსტად აი ეს. დაჟე, აქ ზაღდაობა და წერებიც კი ზეთყავს რა, ეს რაც ასენში წამოიყვანა. ეს არის ალექს მარკესი, როდესაც წაიქცა ვარჯიშებზე ასენში, აი ზუსტად ეს ადგილი არის დარტყმული, თავი დაარტყა მან. აი ესე. და ეს არის DJ Antonios ჩაფხუტი, რომელიც ისიც ასევე წაქცეული არის, მაგრამ DJ Antonio როდის წაიქცა სიმართლე გითხრა, არ მახსოვთ, მაგრამ აი ნახე იქა ყველაფერი. როცა დაუბრუნდებით საქართველოში, ვიდეოსთვის ვამზადებთ უკვე ვიდეოს სხვადასხვა ბრენდის ჩაფუტები იქნება, რომელსაც გავანადგურებთ და შესაბამისად გავტესტავთ გამძლეობაზე, უკვე გვაქვს, მე მგონი 8 თუ 9 ჩაფუტი გვაქვს უკვე მომარაგებული და კიდევ რამდენიმე ჩაფხუტს ველოდებით, რომ როგორმე მოვიძიოთ, თუ ვინმეს გააქვთ ისეთი ჩაფხუტი, რომ არ გჭირდებოდეთ ოღონდ ვიზუალურად და ვიზუალურად არ უნდა იყოს არც დამტრეული, არც არაფერი. მოკლედ, ფაქტიურად უნდა შესწიროთ ამ ვიდეოს რა. თუ ვინმეს გააქვთ მაგის სურვილი, შეგიძლიათ თქვენც მოგვაწოდოთ ეს ჩაფხუტები და აუცილებლად ძალიან მაგარი ხარისხის ვიდეოს შემოგთავაზებთ, როგორ ვანადგურებთ სხვადასხვა მოდელის ჩაფხუტებს და ნახავთ რა ხარისხი არის რეალურად ორიგინალ ჩაფხუტებსა და რაღაცა ძალიან ბანდ ჩაფხუტებს შორის განსხვავება რა იქნება, მაგასაც ყველაფერს მივხვდები. Okay, how much does it cost? I will buy this one, okay? I will buy this one, okay? I like this so much. წავიდეთ ახლა და განახებთ რითი დავსეირნობ პარიზის ქუჩებში. ოპა! ესეთი არ არის ხუმრობა, მართლა ნამდვილად ჰარლი მყავს. აქ ესე Nardo Grey არის, ცოტა რაღაცა ღიაფერი არის, Street Glide არის 2025 წლის. გავიკატავთ და ნახოთ რა არის ვაფშე რა ტიპი არის და ღირს თუ არა ქალაქში, მით უმეტეს პარიზულ ქალაქში აი ამითი სიარული. აუ რა კომფორტულია, ჩემი კარგი. რომ ხელა. ეხა მაკლია მარტო 60 წელი. ნახე რა ვაკეთებ, აქ ტელეფონი. კიდე ერთი რაღაც თქმა დამოვიწყდა, სანამ აქ ვართ ისევ, მოკლედ თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ამ კონკრეტული მოდელის ტესტ დრაივი, ოღონდ უკვე რეალური ტესტ დრაივი, ეს იყო უბრალოდ ქალაქში გასეირნება ჰარლით და მეტი არაფერი. არანაირი ტესტ დრაივი ამას არ ქვია. თუ ვინმეს რეალურად გაინტერესებთ რა მოდელია, როგორი არის, რეალურად რა შესაძლებლობები აქვს და როგორი პერფორმანსი აქვს, თბილისში, როდესაც დავბრუნდებით საქართველოში, შემიძლია ჩავწერო ამ მოტოციკლზე ტესტ დრაივი თუ იქნება მსურველები. მოკლედ დააკომენტარეთ და მაგის მიხედვით ნახავთ მივხვდებით ღირს თუ არა თბილისში ამ მოდელის ტესტ დრაივის გაკეთება. ეხლა შევიდეთ, გამოვართვათ ჩვენი საბუთები ჰარლის შოურუმში და გავაგრძელოთ გზა უკვე პრინციპში ჯერ კიდევ აქ ვართ დღეს სავარაუდოდ ისევ პარიზის ქუჩებში ვიკატავებთ, თქო უკვე ჩვენი მოტოციკლით. ესეთი ლამაზობები არის, ბარემ განახებთ ამაებსაც. ესეთი ლამაზობები აყენია აქ. არის. დავუბრუნდი ჩემს მოტოციკლს როგორც იქნა. ეგრე რა.
აიო. მოკლედ რამდენიმე საათით ვიკატავეთ ჰარლი დევიდსონით პარიზის ქუჩებში. და სტრიტ გლაიდი იყო ის და ეხლა გადმოვიჯექი და ნამდვილად ვიხდი რომ მომენატრა ჩემი მოტოციკლი და ჩემთვის ძალიან ადრია ჯერ ჰარლი დევიდსონით გადაობა. აგე ჩემო ფოფინა, აი მოვიყვანე ფორტალ ჩემი ფოფინა, აგერ არის პარიზის ეიფელის კოშკთან, ესე ლამაზურად დგანა. ხო და აი ეს მიყურებს ძალიან ცუდად. აუ რა ბინძურია რა და როგორ მინდა ეხლა. ძალიან მინდა. 1 2 3 Thank you. არ ვიცი რამდენი ჩანვარ იმედია რომ ჩანვარ და ყვაც ისმის. მოკლედ აი ესეთ მაგარ ტონალობაზე. აგერ არის ჩვენი ულამაზესი გოგო. აგერ არის ჩვენი ეიფელიც. ხო და აი ამ დროშას სად დავაკრავდი თუ არა აი აქ. აი აქ ამაზე უკეთეს ადგილს ამ დროშის დასაკრავად ვერ ნახავდი, ამიტომაც და დავაკრათ. დავაკრათ აქ, მოდი. იმსახურებს პარიზი ცალკე ყოფნას და განსხვავებულ ადგილს. ორი რაღაც მინდა თქვა, პირველი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Leader Sports, რომელიც არის ჩვენი გენერალური სპონსორი ამ ტურში და მან მოგცა საშუალება რომ აი ესეთი გიჟური ტრიპი განგვეხორციელებინა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Tegeta Motors, რომელიც არის მოტულის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 100%-ით შემიძლია ვურჩიო ნებისმიერ ჩემს მეგობარს თუ არა მეგობარს მოტულის საფოხის საშუალებები. ასევე ძალიან დიდი მადლობა Mobinex, რომელმაც უზრუნველყო ის რომ არც 1 მეტრი მთელი ევროპის განმავლობაში არ გქონია ინტერნეტის გარეშე. და ასევე ძალიან დიდი მადლობა Snacks, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი ჯანსაღი და არამშიერი მოგზაურობა. და კიდევ ერთი გამოგვიწერეთ მეგობრებო YouTube-ზე და დაგვიწერეთ კომენტარები, რათა გქონდეთ საშუალება რომ ჩვენთან ერთად იმოგზაუროთ ამ გიჟურ ტრიპში. არ ვიცი რითი ვიქნები, არ ვიცი საერთოდ მოტოთი ვიქნები თუ მანქანით ვიქნები თუ თვითმფრინავით, მაგრამ ძალიან მალე დავბრუნდები აქ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა და ზოგადად პარიზი, ეს ქალაქი არის სიყვარულის ქალაქი და მე ძალიან მიყვარს პარიზი.